ახასიათებს საკუთარი შვილების შეჭმა და შვილებს ჭამს დღეს ივანიშვილი. ნამდვილად უკეთესად გამოიყურება შენი აზრით ოპოზიცია, რომელიც რაღაც აი მარტივ თემებზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. ოპოზიცია არის ამ 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ვიდრე აქამდე. ჩვენ ვთავაზობთ ნეიტრალურ კანდიდატს, მათ შორის ვთავაზობდით სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, რომელიც ერთ-ერთი თანახმა არის მაგაზე? იყო თანახმა. ელაპარაკეთ კალათოს თანახმაზე. ქონდა ყველას კომუნიკაცია. თუ არაფერი არ შეცვლილა, ვერაფერი ვერ გამოღლიტეთ ხელისუფლებას, ვერც ახალი საარჩევნო გარემო, ვერც პოლიტპატიმრები, პირიქით, ყველაფერი დაემატა, თქვენი ლიდერებიც კი ციხეში ჩასხდნენ. მე არჩევნები გეკითხები, რა ხაზე უნდა მოვიდი ამ არჩევნებში? შენ ამბობ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. რევოლუციას არის ორი გზა, შენ რევოლუციას აწყობს. წინააღმდეგობ რა? მე არაფერს არ ვწყობ ჟურნალისტს. არა, თუ 4 პარტიას რაღაც შანსი მაინც ქონდა თბილისის მოგების და ქონდა აზრი მონაწილეობას. მაშინ რაც ეს ერთობა ვერ შედგა. რაღა აზრი აქვს არჩევნებში წასვლა. ბიზნეს დაზიანება. როგორ უნდა დააზიანოთ? ივანიშვილი ორმა პარტია. გაყალბების გარეშე მოგიგეთ. საპარლამენტო არჩევნები გაყალბების პირობებში მოვიგეთ ვერა. ვერა. მე ხო დავაკოჭებთ, ხო გამოვედით იქიდან. ანუ მე აიტყვით რომ ბოიკოტს ვაცხადე და საკრებულოში აღარ შევალთ. ყველაფერი შესაძლებელი. ის რაიონიც კი წააგეთ, სადაც ხელისუფლებაში იყავით, როცა ხელისუფლებამ აამუშავა თავისი მანქანა. სადაც არის შესაძლებლობა რომ ივანიშვილს მოვატეხოთ ერთი კიდური მაინც თავის პოლიტიკურ სტრუქტურას, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა იბრძოლო. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ გული გვერდჩის და ვიბრძოლებთ. ვინც მზად არის ამ ბრძოლისთვის, მოდით და ერთად ვიბრძოლოთ. არჩევნების მერე ვილაპარაკოთ. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ერთობა არ შედგა, ორმა პარტიამ, ლელომ და გახარიას პარტიამ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მათმა ამ გადაწყვეტილებამ მათ მიმართ ბევრი კითხვა გააჩინა, თუმცა არა მხოლოდ კითხვა, არამედ სერიოზულ დაპირისპირებასაც კი დაუდო სათავე ოპოზიციაში. ის პარტიები, რომლებიც არჩევნების ბოიკოტს უცხადებენ, მათ საერთო ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ. თუმცა როგორც ჩანს, დაპირისპირება არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაშიც. ჩვენ ნახეთ დაკავებული ყოფილი ჩინოვნიკები. ეხლა კი საერთოდ ნახეთ, რომ ერთ-ერთმა ყოფილმა ჩინოვნიკმა თვითმკვლელობაც კი სცადა. რა ხდება ოპოზიციაში და რა ხდება ხელისუფლებაში? ამ თემებზე სასაუბრო დღეს გადაცემაში მოვიწვიეთ პარტია ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. მოგესალმებით ირაკლი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბუნებრივია ხავ საუბრობთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ადგილობრივ არჩევნებზე, თქვენს გადაწყვეტილებაზეც, თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა მანამდე მაინტერესებს თქვენ შეფასება იმ მოვლენების, რაც ხდება ხელისუფლებაში. ხო, ეს რიჟვაძის საქმე იქნება თუ სხვა ამბები, რაც ვითარდება ხელისუფლებაში. რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ოცნებაში თქვენი აზრით? ქართული ოცნება მიდის ავტორიტარული გადაწყობის პირობებში ეს პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ავტორიტარიზმს ახასიათებს საკუთარი შვილების შეჭმა და შვილებს ჭამს დღეს ივანიშვილი იმ ადამიანებს, რომელსაც ჯერ დაავალა დანაშაულებრივი ქმედებების შესრულება, შეასრულებინა, მე ვითომ სიმყარისთვის რომ სხვებს სიმყარე ქონოდა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა და მე ისევ სანაგვეზე, პოლიტიკურ სანაგვეზე, პროფესიულ სანაგვეზე ეს ადამიანები მოისროლა. ეს ერთი პროფესიული ნაწილი შემსრულებლები, რომლებიც უკვე გამქრალი არიან საჯარო სივრციდან, საჯარო უწყებების სივრციდან, პოლიტიკური სივრციდან და მეორე მხარეს ხედავთ უკვე კორუფციულ ნაწილს. ანუ რაც საჯარო დაარჩანს იმის მიღმა. ის ჩინოვნიკები, რომლებიც კონტროლით, გარიგებით, ადკატებით თუ ადკატების გარეშე იპარავდნენ ბიუჯეტის ფულს, ხალხს ძარცვავდნენ რეალურად, მათზეც მიდგა საქმე და მათ რეალურად თხოვენ ძალიან დიდი ფულის მოტანას პარტიის ყოლაბაში. ეს არის ასეულობით მილიონი დოლარი, რაზეც ისინი საუბრობენ. დღეს ჩვენ უბრალოდ ერთადერთი რამ დაგვრჩენია, რომ კიდევ კარგად შევაფასოთ ჩვენ აღარ ვინც ოპოზიციაში ვართ, მათ ვინც ჯერ კიდევ ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლი არიან, ხედავენ რაიმე ტიპის შესაძლებლობას, რომ შეიძლება გააგრძელოს ამ ხელისუფლებამ არსებობა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, მათ უნდა დაინახონ რა ტიპის ძალადობრივ ბანდ ფორმირებასთან აქვს შეხება. ეს არის ძალადობრივი და კორუფციული რაღაცა სინდიკატი, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას. ეს პროცესი მიმდინარეობს. თავიდან ოპოზიცია ამას რომ ამბობდა სხვადასხვა პარტიის წევრები, რომ აი რაღაცა იქ მილიონებს თხოვენ რიჟვაძეს ან ვიღაცებს და სხვებს ასე შემდეგ,
ნუ ცოტა უნდობლად უყურებთ, კი არაფერი აღარ არის გამორიცხული ამ ქვეყანაში, მაგრამ მაინც ხა ჟურნალისტები ვართ და ხა დადასტურებული ინფორმაცია არ არის ვფიქრობდი და რაღაც როგორც ჭორებს ისე უყურებდი და ამ ოპოზიციის წევრების ამ ლაპარაკის შემდეგ ერთ კვირაში კაცმა თავის მართლა რიჟვაძემ თავის მოკლა სცადა და ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ლაპარაკობდით, არ გვენდობოდა არც მედია დიდწილად, არც საზოგადოება, როცა საუბრობდით კორუფციაზე, იმაზე რომ ხო, Facebook-ზე, მალე Facebook-ზე შეგზღუდავენ, სოციალურ ქსელში შეგზღუდავენ. სახლებში შემოგვივარდებიან ამას რომ ვამბობდით, ეგონათ რომ რაღაცას ვაბუქებდით და სინამდვილეში ყველაფერი მოხდა, სახლებში შემოგვივარდნენ, სოციალურ ქსელში სიტყვის თავისუფლება შეზღუდეს, კი არასამთავრობო ორგანიზაციები დახურეს, კი მედია შეზღუდეს. მედია დღეს არის სულ ზღაფავს რეალურად რომ ვთქვათ. სულ ზღაფავს ყველა დამოუკიდებელი კრიტიკული ოპოზიციური ტელეარხი, ოპოზიციური თუ ნეიტრალური თავის პოზიციაში. ამიტომ რაზეც საუბრობდით, ყველაფერი ახდა. ნუ ირაკლი კობახიძის განცხადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ ის საკუთარ თავს ხელისუფლებადაც არ აღიქვამს. რა ფრაზა თქვა საინტერესო? ამბობს ეს ფრაზას, რომ მე და ჩემს მეგობრებს თორნიკე რიჟვაძესთან არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. ჩვეულებრივი კარტელია რა. ჩვეულებრივი სინდიკატი დაჯგუფება. კობახიძის კლანს იმ ძველ ხანაშვილს თითქოს არ აგვაქვს არაფერი. დაახლოებით ეგრე გამოვიდა. დაჯგუფება და ამბობს, რომ ჩვენ დაჯგუფებას, რაღაცა მაფიოზურ ბანდას არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. მაფიოზურ ფილმებში როა, რომ პრეტენზიას უფრო მიფიქსირებენ ერთმანეთს, არა პრეტენზია არ გამაჩნია. შეუძლებელია რომ ამდენი ადამიანის ჩამოშორებით ივანიშვილმა პირიქით კონსოლიდაცია შეძლოს. კონსოლიდაცია შეძლოს შეიძლება ვიწრო ჯგუფის. მაგრამ ის რაც მას სჭირდება მასის მხარდაჭერა, პირიქით ეს მასის მხარდაჭერა აუცილებლად დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ გადაყენებული ადამიანებისაც თვითმკვლელობის მცდელობა ქონდა, მას თხოვენ ისევ დახმარებას, რომ ოჯახის უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. ეს დროებითი მოვლენაა. თავადაც ხომ იციან, რომ ამ უბედურებებში, რაც მათ თავზე ტრიალებს, იქნება ეს სანქციები თვითმკვლელობამდე მიიყვანა და შემდგომ. თავად ივანიშვილია დამნაშავე. ეს ყველა მიცის. პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვინც ასეთ დღეში არიან დღეს ჩავარდნილები. მე დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე რიჟვაძე მის იცის, რომ ის რაც მას დაემართა, არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და მისი გადაწყვეტილებების ბრალი. უბრალოდ რადგან გამომწვევი ამ პრობლემის არის თავად, როგორც მაფიოზურ სამყაროში ხდება. მაფიოზი, რომელიც ესე ზის დამნაშავე პირი, მისი ბრალია ჩემი პრობლემები, მაგრამ სიცოცხლის ფასად სადა თორნიკე რიჟვაძემ ამ პრობლემების გამოსყიდვა და თავადვე ამ პრობლემების საწყის თხოვს და ეუბნება, რომ გთხოვ და იცავი და უსაფრთხოდ იყოს ჩემი ოჯახი. დაინდე. ხო, რა თქმა უნდა, ამას იგულისხმება, რომ გამოსყიდვის მცდელობაა, თორე მე არ მიჯერა ეხა იმის, რომ ამდენი წლის განმავლობაში თქვა თორნიკე რიჟვაძე იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქართული ოცნების პირობებში. მგონი ლევან ვარშალომიძესაც აჯობა ერთადერთი ასლან აბაშიძის ფაქტორი, სხვა ფენომენი იყო თავისუფლად. მაგრამ მე არ მჯერა რომ თორნიკე რიჟვაძეს ახლა გაუჩნდა სინდისის კენჯნა იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რაც მან ჩაიდინა მისი სამეგობროს გათვალისწინებით, იმიტომ რომ იქ რა კლანიც იყო ბათუმის მერი, მეჯვარე ეკონომიკის მინისტრი, მეგობარი, ასევე მეჯვარე ვეღარც გაიგებ რა, ისეთი ის არის კლასელი მეჯვარე, ნათესავი და ასე შემდეგ რა. მარტივად ხდება ჩარეცხვა იმ ადამიანების, ვისაც სისტემა უსარგებლოდ ჩათვალის. ეხლა ვისაუბროთ რა ხდება ოპოზიციაში, ხო? მეორე მხარეს რამდენად უკეთესად გამოიყურება შენი აზრით ოპოზიცია, რომელიც რაღაც აი მარტივ თემებზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და სულ ერთმანეთისთან დაპირისპირებაშია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამბობს, რომ ეგზისტენციალური პრობლემები გვიდგას, თავად ამბობთ, ასეთ დიდი პრობლემის წინაშეა ქვეყანა და თითქოს იყო შანსი, რომ რაღაც მაინც ამ ბრძოლაში ერთად ყოფილიყავით, მაგრამ ესეც ვერ მოახერხეთ. ხო. ცალკე გადიხართ თქვენ, არჩევნებზე ორი პარტია ბოიკოტშია, ერთმანეთს რაღაც ხალათშია დანაშაულებენ და ასე შემდეგ. ერთმანეთს არა. ერთი მხარე მეორეს. კი ბატონო. ხო, აქ მართლა მნიშვნელოვანია აქ ფაქტორი და მაგას საუხსნი რატოა ცალმხრივად ეს ბრალდებები. პირველ რიგში ოპოზიცია არის ამ 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ვიდრე აქამდე. ეს ერთი. რაში გამოვიხატე? მხარდაჭერაში, რომელიც კვლევების მიხედვით ოპოზიციას აქვს, ასეთი დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა. თბილისი როცა გაქვს მოგებული, რუსთავი მოგებული, ქუთაისი მოგებული, ზუგდიდი მოგებული და ასე შემდეგ, ყველა დიდი ქალაქი, სადაც ხდება აზრის ფორმირება, ეკონომიკური ცენტრებია, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არის ძლიერი. ერთი ეს ამ მხრივ.
ჩვენი დამსახურება, ჩვენი სიკარგის დამსახურება, თუ საზოგადოება გადაიღალა ქართული ოცნებით, ეს სხვა საკითხია და ამაში შეგვიძლია განვიხილოთ. თავისუფლ ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემა. მაინტერესებს ეს ხარდაჭერა ისევ შენარჩუნდება, აი ამ ამბების მე რაც ახლა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა, როცა ისევ გაიყო ეს 4 პარტია, სალომე ზურაბიშვილმაც სადა რაღაც გაერთიანება არცას არ გამოუვიდა, ანუ ვერ მოხერხდა მაინც რაღაც ერთიან ბრძოლის სტრატეგიაზე შეთანხმება, არ არის საუბარი იმაზე რაღაც ერთიან კოალიციაში შესვლა. ხო, საუბარია ბრძოლის სტრატეგიაზე. ჩვენ ერთიან კოალიციასაც უშვებდით საერთო მიზნის გარშემო. პირველ რიგში ჩემი განცდა არის ის, რომ ხო, ოპოზიცია არის დანაწევრებული, ერთმანეთთან საუბარი უჭირთ, გვიჭირს, ისინი ჩვენი კოლეგები ძირითადად ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის ჯერ შევთანხმდეთ და შემდეგ გავახმოვანოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ბოლო პერიოდში ეს გადაწყვეტილებები მოვისმინეთ, რაღაც მათი მხრიდან უნიშნელოვანის გადაწყვეტილებები, რომელიც ყველა პარტიაზე, ქვეყანაზე, მოქალაქეებს გავლენას ახდენს, Facebook Live-ებით მოვისმინეთ გადაწყვეტილებები. ყოველგვარ კონსულტაციის გარეშე თავდაპირველად გულწრფობ თებერვლის თვეს, სადაც ითქვა, რომ ხო, არჩევნებში მონაწილეობა არის ღალატი, მიუღებელი ასე შემდეგ. ამით ჩაკეტეს რაღაცა მოლაპარაკების და წითლიძემ ერთ-ერთ გადაცემაში მითხრა, რომ ეგ იმიტომ რომ მაშინ რომ უთხარითო ლელას მოდი ლელას ვილაპარაკათო, ლელა იძახო და მაშინ ადრეა ამ თემაზე ლაპარაკიო და არის სულა დიალოგია. არ არის ასე და გეტყვით რატო. ერთი დღე თებერვალში, ერთ დღესაც გავიღვიძეთ, მივედით ოფისში და ვხედავთ, რომ ოფისი არის ალყაში. ერთი მხრიდან დგას პოზიტივი და საზმაო, მეორე მხრიდან დგას რუსთავი 2 და იმედი, თებერვლის თვეა და ჩაგჩრეს პირში მიკროფონი და გვეუბნება თვითმმართველობის არჩევნებში გადიხართ თუ არ გადიხართ. ზუსტად იგივე მოხდა სხვა პარტიების ოფისებთანაც. სრულიად ესე ჩვეულებრივ დღეს, თებერვალია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, ვიბრძვით, აქციები ხალხმრავალია ჯერ კიდევ და ვიბრძვით იმისთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ. შევიკრიბეთ, ჩვენ ხშირად ვიკრიბებით პოლიტსაბჭოს ფორმატში, არ გვაქვს ისეთი რაღაც ამორფული პოლიტსაბჭოები, როგორც ხვდებს 200 კაციან და 20 ადამიანია პოლიტსაბჭოში, 21 თავმჯდომარე, შევიკრიბეთ, ვიმჯელეთ და თქვით, რომ ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე თებერვლის თვეში საუბარი. მაშინ როცა ჯერ საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისთვის ვიბრძვით და შანსიც არის დარჩენილი, შეიძლება და ზაფხულში ყოფილიყო, შეიძლება ოქტომბერში ყოფილიყო ერთად თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები, თქვით, რომ ახლა რომ თქვა პასუხი, რომ არ გავდივართ, ან გავდივართ, ეს არის ქართული ოცნებისთვის გადაგდებული სამაშველო რგოლი იმისთვის, რომ ის დაიგეგმოს სწორედ ისე ჩვენს წინააღმდეგ, როგორც მას წარმოუდგენია. და თან რომელიც დატოვეთ, მე თან უნდა რომ ამ მსჯელობის ნაადრევად შემოტანით, გახლეთ ჩვენ შემოეტანათ. რაც სამწუხაროდ სხვა არიყავით, შეთანხმებულიყავით და მაშინ ჩამოგეყალიბებინათ პოზიცია. ამიტომ ეუბნებოდით, რომ ჯერ ადრეა ამაზე საჯაროდ საუბარი, დავრჩენილიყავით ჩვენი განხილვების პირობებში, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა ეს არ გაითვალისწინეს. გამოიტანეს გარდა და პირდაპირ თქვეს, რომ არა, მორჩა, მიუხედავად იმისა, სხვა რას თulis, ან ფიქრობ ჩვენ ვაბოთ, რომ ვიმსჯელოთო. როდის თქვით ვიმსჯელოთო? ჩვენახევრის წინ. სამსჯელო ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად რომ ყოფილიყავი მათ ადგილზე, ამ კითხვას დავსვამდი, რა არის აქ სამსჯელო? ხელისუფლებამ ააგდო ეს თემა. გასაგებია, რატომაც ააგდო, იმიტომ რომ შეიძლება მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ალბათ თქვენ შეგნით ეყოლებათ ვიღაცები, რომ რაღაც პარტიებს გინდოდათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, რაღაცებს არ უნდათ და მიხვდნენ, რომ ეს შეიძლება და ყოფილიყო თქვენ შორის განხეთქილების საგანი. ამას დაპირისპირებოდით უნდა ერთნაირი პოზიციით. გეთქვათ ყველას, რომ აი სამსჯელო რა არის, მაგას დაუბრუნდეთ. მარტივი პოზიცია შეიძლებოდა, ხო, ყოფილიყო, რომ თუ არ გაათავისუფლდება პოლიტპატიმრები, თუ არ დაინიშნება ადამიანელი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და არ შეიცვლება კანონმდებლობა თუ რაც არის, ანუ თქვა საარჩევნო გარემო, ეს სამი პირობა თუ არ დაკმაყოფილდება, არანაირი მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში აზრი არ აქვს. და იმ დღესვე პოზიტივისას და იმედისასაც ეს თემა დასრულდებოდა, იმიტომ რომ პასუხი გაცემული იყო. რა არგუმენტები გაქვს, რომ რა არგუმენტები გაქვს ამისთვის? გააკეთეთ ის, რომ ეს თემა დატოვეთ მუდმივად, როცა გაურკვეველი პასუხი აირჩიეთ. არა. რომ აი ჯერ არ არის ამაზე საუბარი. არასწორია მე რა. ჩვენ გაურკვეველი პასუხი არ ავირჩიეთ. ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით შეთანხმების მიღწევას. ყოველი დღე როცა ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვამბობთ, გულწრფელები უნდა ვიყოთ. ყოველი დღე როცა ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვამბობდით და დრო მიდიოდა, მუშაობდა ჩვენ საწინააღმდეგოდ. ყოველი დღე. თუმცა იმდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა ერთობის საკითხი,
რომ ერთიანი პოზიცია გქონოდა და კომპრომისებისთვისაც მზად ვიყავით და ეს შეთავაზება კომპრომისული დავდეთ, მარტო თბილისის ვერსია, ნეიტრალური კანდიდატის ასე შემდეგ, ბევრი ვერსია დავდეთ ამ კუთხით. ანუ რომ მარტო თბილისში გასულიყავით ამას თავაზობთ. ჩვენი კომპრომისი მათ შორის კომპრომისული შეთავაზება იყო ის, რომ თბილისი სადაც მხარდაჭერა ნაწილდება ესე 66% თბილისელებისა მხარს უჭერს 4 ოპოზიციურ პროდასალურ კოალიციას. ამაში არ შედის იაგოს გირჩი და ასე შემდეგ. 66% აქეთ მხარს უჭერს. აქეთ მხარეს 25% მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. თბილისის პოლიტიკურ ღირებულებას სოციოლოგიურ კვლევებს ბოლო მეორე სულ ბოლო კვლევაში ქართული ოცნების მხარდაჭერა 25-დან 23-ზეა შემცირებული. ასევე თბილისის პოლიტიკური მნიშვნელობა მეთანხმები ალბათ ხო უზარმაზარია. კი, რა თქმა უნდა. კი. 66-25-ზე ეს მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც თბილისში არის. შესაძლებელია თუ არა, რომ გამარჯვების შანსის მომტანი იყოს, იმის გათვალისწინებთ, რომ თბილისში გაყალბება კიდევ უფრო რთულია, აუცილებლად ეცდებიან გაყალბებას, ნაწილობრივ გაყალბებენ კიდევაც, მაგრამ ამ სხვაობას 66-დან 25-მდე, ამის შემცირებას მე რა სოციოლოგიური მიხედვით მე მოიწყოთ უნდა მივიყვანო რა ბოლომდე, აი ხო გაინტერესებს ეს რაზე ვსაუბრობ. ამის გაყალბება სჭირდება ფიზიკური ანგარიშწორება, დარბევები, საარჩევნო ურნების გატაცება, გაყალბების რაღაც კოლოსალური მაჩვენებელი და ასე შემდეგ. ამ სხვაობის ამოგდება სჭირდება ქართული ოცნების და უმძიმესი ძალადობა და მათ შორის ამაზე წასვლა ქართული ოცნების მხრიდან იქნება უმძიმესი. ჩვენ ვთავაზობთ ნეიტრალურ კანდიდატს, მათ შორის ვთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, რომელიც ერთ-ერთი თანახმარი მაგაზე იყო თანახმარი. ელაპარაკეთ ქალბატონ სალომეს მაგაზე. ქონდა ყველას კომუნიკაცია და მე ვფიქრობ, რომ სხვისი სახელით არ ვილაპარაკებ, ერთიანობის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ თანახმა იქნებოდა. მე დეტალს არ ვიტყვი, თუმცა ერთიანობის პირობებში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა თანახმა, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი ეძებს ერთობას. რაც სწორია მისი მხრიდან და ამაში არ ვაკრიტიკებთ ჩვენ სალომე ზურაბიშვილს. ერთობას ეძებს და ეს იქნება მნიშვნელოვანი. თბილისის საკრებულო შედგება 50 დეპუტატისგან. შეთავაზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ 25 კაციანი პროპორციული სია, რომელიც უფრო განაღდებულ მანდატებს ნიშნავს. ვეუბნებთ, რომ არც ერთი პარტიული პირი არ ყოფილიყო ამ ველზე. არამედ საზოგადოებრივი სახეებით, ვინც დროში, პროცესში, წარსულში აჩვენა, რომ ის არის მოუსყიდავი, მებრძოლი, კომპეტენტური, მაგალითისთვის ვამბობ რა, ვინ შეიძლება ვთქვათ ახლა, რომ უჩანა ნუაშვილი მაგალითად. კარგი სახელმწიფო იყო, მებრძოლი იყო, მერე წავიდა არასამთავრობო სექტორში, აგენტად არ დარეგისტრირდა, იბრძვის, კომპეტენტურია, კეთილსინდისიერი ადამიანი წინა ხელისუფლების დროსაც იბრძოდა. ესეთი ადამიანებით ეს 25 კაციან პროპორციული სია რომ შემდგარი იყო, სადაც ჩვენ ვიტყოდით, რომ აი პოლიტიკოსებს არ გვაინტერესებს მანდატებით, ნამდვილ ხალხს, უპარტიო ხალხს ვაძლევთ ამ მანდატებს, 25 მაჟორიტარი, რომელიც პოლიტიკოსებისგან შედგებოდა. რაც უმძიმესი ბრძოლა გესმის, ხო, იცი ალბათ და დარწმუნებული ვარ, ქონია შეხება მაჟორიტარული ბრძოლა რა რთულია. სადაც ცნობადობაც არის საჭირო. ეს 25 მაჟორიტარული ოლქი თბილისში, თავისი მარშებით ყოველ საღამოს რომ იძრება რუსთაველის გამზირზე, პროტესტს რო ახალ სიცოცხლეს შთან ერგავს. ეს არის გამოსავალი სინამდვილეში. ეს იყო გამოსავალი სანამ ხო, იყო გამოსავალი. ამაზე გადავიდეთ ამ ეს. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ რა შეთავაზება გქონდა. იმიტომ რომ აქვე ჩდება კითხვა რომ რაღაც ეს არ გამოვიდა, მე და ეს ერთობა არ გამოვიდა, საერთო კანდიდატი არ გამოვიდა, საერთო დეპუტატები არ გამოვიდა, მე რა ამის მე რა აზრი ქონდა მაინც რომ დარჩით არჩევნებში. კი ბატონო, მაგრამ ვიდრე ამ კითხვაზე გადავალთ, მანამდე ეს თემა უნდა გავიაროთ. თქვენ სოციოლოგიური კვლევები ახსენეთ იაგო კაჭკაჭიშვილის ჩატარებული, ხო? იაგოს დიდ პატივს ვცემ, მეც ყოველ ყავდა წინა დღეს გადაცემაში. მის კვლევებში უნებრივი ეჭვი არ მეპარება, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნები იმ დოზით, ასე ვთქვათ, არ ასახავს რეალობას, რა დოზითაც საქართველოში ხდება ეს, ხო? ნახეთ ეს 2024-ში. სოციოლოგიურ კვლევებს რა საერთოდ აღარნობას, საერთოდ რა აზრი აქვს? მარტო მაგალითს მოგყვანთ. გახსოვს შენ რა იაგოს კვლევებში 20-24-ის არჩევნების წინ რამდენი ქონდა ოპოზიციას და რამდენი ხელისუფლებას? კი, მახსოვს. რამდენი? დაახლოებით არჩევნების შედეგთან დაკავშირებით სხვაობა დადგა 7-დან 10%-მდე. არა, ივლისში მე იაგოს გამოვაგზავნე ეს ყველა, მან ივლისში ჩაატარა ბოლო კვლევა 2024-ის 40%-მდე ქონდა დაახლოებით. 40-51% ხელისუფლებას. ოპოზიციას რამდენი ქონდა? ოპოზიციას დანარჩენი, ყველა ერთად. ეხლა 4 პარტიას არ ვამბობ. ყველას ერთად დანარჩენ 60%, მაგრამ აქ მე ხელისუფლების რეიტინგს ვერ ვარგობ. 40% ქონდა
დაახლოებით ესე ვამგვალებ. სხვაობა რა დაჯდა შედეგთან დაკავშირებით? 54%-ია იყო. 54%-ია იყო. ანუ ამ ვითარებაში როცა რამდენია, რამდენი გაყავდა მაგ პროცენტულობის მაჩვენებელი? იაგოსაც ვკითხე და იაგო დამეთახმა. გამომყევი მსჯელობაში რამდენი პროცენტი გაყავდა შენი აზრით? ბევრი გაყავდა. გაყავდა რა თქმა უნდა 14% აცდენა ოცნების რეიტინგში. აი თქვათ ესე. 13-14%-იანი აცდენა. თქვათ ესე. პლუს მოვიყვანოთ ძალადობა, გაყალბება, ზეწოლა, მუქარა და ასე შემდეგ. ამ ვითარებაში 66-25%-ზე რო გაქვს თბილისის მასშტაბით. 14% სხვაობა კი არა, რამხელა სხვაობა. უზარმაზარი სხვაობაა, ხო? 3-ჯერ და 4-ჯერ 14%-ზე გადათვალე რა ამ ამბავში და ამ ბრძოლაში შედი. განიარაღება გაუკეთე ბიძინა ივანიშვილს. აბა თბილისს რო წაიღებს მე რა. შენ არჩევნებში თბილისში რა შედეგი დადგა? მოდი ესეც განვიხილოთ. თბილისს მოვიგეთ. მოიგეთ, მაგრამ რამდენი აიღო 4 პარტია? 46%. 60-40-ზე კი იძახით, მაგრამ თქვენ 4 პარტიამ 46% აიღეთ თბილისში. 6%-ით მეტი მიგრაცია. არასწორი მსჯელობაა, შეხე? არასწორი მსჯელობა. არასწორი რატო არის? თბილისში აიღეთ 46%. გეტყვი რატო არ არის მსჯელობა? თბილისს მოვიგეთ 2024 წელს. ხო, საპარლამენტო არჩევნების დროს, იმიტომ რომ თბილისი არ ჭირდებოდა. ქართულ ოცნების ერთ-ერთი პლუსი რა არის, იცი რომ? შენ გონია რომ ქართული ოცნება ეგრე მუშაობს, რა ჭირდება, არ ჭირდება? არა, ქართული ოცნება მუშაობს ბოლომდე განადგურებაზე. ქართული ოცნება მუშაობს, იცი როგორ, ოპოზიციისგან, ოპოზიციასთან შედარებით მას რა უპირატესობა აქვს. ისინი არიან ერთი შეკრული გუნდი, ერთი გადაწყვეტილების მიღები რაღაც ორგანო ყავთ, რომელიც იღებს განაწყვეტილებას და მე ყველაფერს უნდა იქ არ არის ესეთი ერთი ოპოზიცია ერთ მხარეს რომ მიდიხარ და მეორე მხარეს. ყველაფერი აქვს დალაგებული და რაც თუ არის დათვლილი. მათ თითეული ხმა იცოდნენ არჩევნებამდე, უკვე 1-2 თვით ადრე. ყველა ხმა იცოდნენ რამდენს აიღებდნენ. მათ კარგად იცოდნენ რომ თბილისის გარეშეც კარგად იგებდნენ ამ არჩევნებს. შენ როცა ამბობ რომ კვლევას რა მნიშვნელობა აქვს, ქართული ოცნება კვლევებით საზღვრავს ყველაფერს. ყოველ კვირეული კვლევებია. თავისი კვლევები. კი, ყოველ კვირეული კვლევებია. რომელთაც საერთოდ სხვა შედეგს ჯდება იმ კვლევებში. არა, ის რა შედეგი შენ გაჩვენებენ, თორე სხვა შედეგს შენ გაჩვენებენ, მე რა, თორე მათ ზუსტად ის შედეგი აქვს, სადაც იციან რომ პრობლემა აქვს, სადაც იციან რომ უჭირთ და ამ ვითარებაში ისინი, აი ხა ნარკოპოლიტიკის საკითხი რო შემოიტანეს, რატო შემოიტანეს? კორუფციის საკითხი რო შემოიტანეს, რატო შემოიტანეს? ის კვლევები უჩვენებს რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის რომ ისინი არიან ნარკოკარტელთან შეკრულები. კვლევების პოლიტიკურ ნაწილს რა აზრი აქვს, თორე საერთოდ კვლევებს კი არა, აი პოლიტიკურ რეიტინგებს არანაირი აზრი არა აქვს, როცა არჩევნების 40% წერია და მე ჯდება 54%. ანუ ამ ხელა აცდენა როცა არის. ამით რაზე თუ თემატურ საკითხებს, თემატურ მაჩვენებლებს აქვს აზრი. თემატურში ესე არ აცდება. არა, ყველგან შეიძლება აცდეს, იმიტომ რომ ზუსტად ანალოგიურია. იაგომ რაც დაწერა თავის კვლევაში, ივლისი. ხო, იაგომ რაც დაწერა თავის კვლევაში ივლისის არჩევნებზე, 20-24-ის არჩევნებზე ივლისის თვეში, იგივე აჩვენა მე ზუსტად ეგზიტ პოლება. მე არ ვიცი რა კვლევა გაქვს შენ, მაგრამ სხვა კომპანიის ჩატარებული ჩვენ იაგო კაჭკაჭიშვილს ეთარამშრომლებით უკვეთავთ კვლევებს დობას უცხადებ იაგოს მიხედავთ. ზუსტად იგივე აჩვენა, რაც ეგზიტ პოლება მე არჩევნებზე, რომელიც უფრო სანდო კვლევა არის, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს ეგზიტ პოლებში. ანუ რაც დაწერა მან 40% დაახლოებით რომ დაუწერა, ოცნებას ზუსტად იგივე დაღავთ 40-41% აჩვენა 2 ეგზიტ პოლმა. ანუ აქ იაგო კი არ შეცდა. ქართულ ოცნებამ გააკეთა ისე, რომ იმაზე მეტი 14%-ით მეტი შედეგი მიიღო. ამას გეუბნები რომ ამ ვითარებაში შენ რომ ეფუძნები რაღაცას. რამდენს გააყალბა თბილისში? არავინ არ იცის. მე ასე მეგონა. გავიგე, მაგრამ 66-25-ზე რო ხარ. კაპიტულაციას რატო აცხადებ? 2000. კაპიტულაციას რატო აცხადებ? ამ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომელიც პირდაპირ არის კავშირში, მაიც. პირდაპირ არის კავშირში. დიდხანს გასრულებ, კაცო, მეც მეთქვევინე. არა, ბოლოს ვიტყვი რაღაც. 2024 წლის არჩევნებში მას რადგან თბილისში არ ჭირდებოდა ის კი არ დათმო თბილისში ხა მან რო შეხედა რომ თბილისში უჭირდა მაგალითად კოორდინატორებს დაამატა რაღაც კაპიტნების ინსტიტუტი და ასე შემდეგ და მაქსიმალური მიიღო თბილისში მაგრამ იცოდა რომ თბილისის წაგების შემთხვევაში მაინც იგებდა არჩევნებს ეხლა ეს იქნება სრულიად სხვა იმიტომ რომ წინასწარ დამხელა ძალადობა მაგიტო გამოიყენა თბილისში გლდანში იარაღებს რო ატრიალებდნენ მე ხურები რა მაქსიმუმი აიღო რაც უნდოდა მაგრამ არის არასერიოზული მსჯელობა პირდაპირ გეტყვი იმიტომ რომ თბილისში როცა იარაღს ატრიალებდნენ საარჩევნო უბნებთან კამერების წინ შენ ამბობ რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისისთვის არ იბრძოდა იბრძოდა მაგრამ არა ისე როგორც ეხლა გააკეთეს არა იბრძოდა სულ სხვა მიზანი ექნება მას არჩევნებზე და სულ სხვა აქ იქნება ხალხის გადმოწერა ეჭვი ხო არ გეყარება რეგიონებიდან ასე შემდეგ რაც ნაცადი მეთოდია წინა ხელისუფლების დროს კი ბატონო ამიტომაც გავიგე ხა ჩემი ჯერია მოვიდა ჩემი ჯერი
კი ბატონო, პირველ რიგში, რატო აკეთებ კაპიტულაციას მელაპარაკები 14%-ზე, იარაღით ნატრიალებ გაყალბებულ არჩევნებზე, სადაც 14% გააყალბა, თქვათ, ქართულმა ოცნებამ, შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები, გააყალბა ქართულმა ოცნებამ და მეუბნები, რომ თბილისში, რომელიც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ბერკეტია, რომლის მოგებითაც შეიძლება თითქმის გარანტირებულად დააყენო ამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, თან შენი წესებით, მაინც ეხლა მათქვევინე. კი, თბილისი დედაქალაქს მოგებით, რომელიც ნახევარ საქართველოს წარმოადგენს. ძალაუფლებრივად, ეკონომიკურად, გავლენით, ყველაფრით ამ ვითარებაში მეუბნები, რომ კაპიტულაციას აცხადებ. იზეიმებ გამარჯვებას 1-2 დღე და არაფერი არ მოყოლა. მათქვევინო ყურადღებით გისმენდი. 66-დან 25%-ზე ამ სხვაობას, იმის გამო რომ 14% შეიძლება გაგიყალბოს, კაპიტულაციას უცხადებ და ამბობ, რომ მე გაგებუტე შენ. მაიცა, მედიას არ შეგიზღუდეს, მედიას არ შეგიზღუდეს საქმიანობა. ამორჩეველს მედიას არ შეგიზღუდეს საქმიანობა? მედიას არ შეგიზღუდეს საქმიანობა? ჟურნალისტებს არ სცემენ ქუჩაში? ზეწოლს, რავი, რატო ხარ, რატო აგრძელებ მედიას საქმიანობას? გაებუტე. 2020 არა, კაპიტულაციას აცხადებ. სტრატეგიაზე ესო. ნახე, სტრატეგია ეგეც. 2024 წლის არჩევნების მერე თქვენ ამორჩეველს უთანმიმდევრობაზე არის, თანმიმდევრულობაზე საუბარი პირველ რიგში. მერი არის საუბარი სტრატეგიაზე. თქვენ თანმიმდევრულობაში ასგულისხმობთ. თანმიმდევრულობაში გულისხმობს 2024 წლის არჩევნების მერე თქვენ ამორჩეველს უთხრათ, რომ საქართველოს არჩევნები არის გაუქმებული. არა, ცდები, უკაცრავად, ბოდიში რა. ეს არ გვითქვამს და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამის თქმა რო ქვეყანაში არჩევნები გამორიცხული. არჩევნები გაყალ პარლამენტში რატო არ შეხვედით მაშინ? იმიტომ რომ ლეგიტიმაცია გამოვაცალეთ. ხო და ეხლა რატო აძლევთ ამ ლეგიტიმაციას? არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას, ბრძოლაში შევდივართ. არჩევნებს არ ვაძლევთ. აი ეგ არის მეორე პრობლემა. შენ 2024-ში არ იცოდი რომ გაყალბება იქნებოდა? 2024-ში არ იცოდი არჩევნების გაყალბება რომ იქნებოდა? მაგრამ იცოდა რომ იქნებოდა რაღაც დოზის გაყალბება. რატო უნდა შესულიყო ოპოზიცია? აქ საუბარი ნახე რა რატო უნდა შესულიყო ოპოზიცია თუ იცოდი გაყალბება რომ მოხდებოდა? იმიტომ რომ სხვა სიტუაცია იყო. რა იყო სხვა სიტუაცია? ნაკლებად ძალდობრივი იყო? არა, აქ საუბარი იყო დიდი მოლოდინი იმის შესახებ, რომ აქამდე არ მომხდარა რომ ოცნება ღია დაპირისპირებდა დასავლეთს. აქამდე არ მომხდარა. კიდევ უფრო დიდი მოლოდინი არ არის ახლა? სანქციები არ შემოვიდა? დავასრულებ თუ შეიძლება. აქამდე არ მომხდარა რომ ღია დაპირისპირებდა დასავლეთს. არ მომხდარა რომ ღია დაერბია აქციები და ასე შემდეგ და ხალხს ჰქონდა იმის მოლოდინი უფრო არ დაგვარბია? უფრო არ დაუპირისპირდა? უფრო დიდი მოლოდინი არ უნდა გქონდეს შენ როგორც მოქალაქეს? 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა რაც ჩაიდინა ოცნებამ და რაც გააჩინა მოლოდინი რომ გადაწყდება ყველაფერი რაც შეიძლება ოცნების სასარგებლოდ იყოს მაინც ვერ მოხდა ეს. იმიტომ რომ ოცნებამ მაინც აღმოაჩნდა იმდენი რესურსი გაყალბებას დავარქმევთ თუ ძალადობას დავარქმევთ თუ მოსყიდვას კომბინირებულად. იმდენი რესურსი აღმოაჩნდა ოცნებას რომ ეს ყველაფერი გადატეხა და 54% სადუშვები, იცი როგორც მოქალაქე მერაბ. შეცდომას უშვებ იქ რომ უფრო მეტი მოლოდინი უნდა შენ თუ მეუბნები რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ ტარდება. არ მithქვამს არასდროს, არასწორი, არ მithქვამს რომ არჩევნები ყალბდება. და თუ არაფერი არ შეცვლილა, საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. კი. თუ არაფერი არ შეცვლილა. რაღაცე მიდიხარ, რა მე მოქალაქე ამორჩეველი გეკითხები რომ რატომ უნდა მოვიდი არჩევნებზე. თუ არაფერი არ შეცვლილა, ვერაფერი ვერ გამოღლიტეთ ხელისუფლებას, ვერც ახალი საარჩევნო გარემო, ვერც პოლიტპატიმრები, პირიქით ყველაფერი დაემატა, თქვენი ლიდერებიც კი ციხეში ჩასხდნენ. მე არჩევნები გეკითხები, რაღაცე უნდა მოვიდი ამ არჩევნებზე. რატომ უნდა მოხვიდე? იმის გამო როგორც ხსნი. არა, შენ არათანმიმდევრული ხარ, ხა შენ ლოგიკაში 20-24-ზე ამბობ რომ ესე იგი მძიმე ვითარება იყო, ხელისუფლებამ ისეთი რაღაცეები იკადრა, რომ გაჩნდა გამარჯვების და გადატეხვის მოლოდინი 20-24-ის შემდეგ ამ 9 თვის განმავლობაში ხო 9 თვე გავიდა დაახლოებით. უფრო მეტი ხო იკადრა, უფრო ღია დაპირისპირებაში ხო შევიდა. ქართულად კიდევ ხო დაკარგა. მაინც მეც მათქვევინე ხა. კიდევ უფრო ხო დაკარგა მხარდაჭერა, დაკარგა. და ამ ვითარებაში მეუბნები რომ აღარ მორჩი გავიბუტე, კაპიტულაციას ვაცხადებ და უნიშნელოვანეს რესურსზე, უნიშნელოვან ძალაუფლებრივ რესურსზე ვამბობ. ამიტომ თანმიმდევრულობა ეს არის. მეორე, როცა მეუბნები რომ თქვენ ამბობდით რომ არჩევნები გაყალბდაო ბოდიში, მაგრამ ჩვენ არასდროს არ გვითქვამს და ყოველთვის ვამბობდით, რომ ქვეყანაში იმის თქმა, რომ არჩევნები გაუქმებულია, ეს არის შეცდომა. 2024 წელს არ ამბობდით, არ შეიძლება პარლამენტში არ შეხვედით იმ იმბრძოლს, რომ არ არსებობს არჩევნები ამ ქვეყანაში. არა, თქვით რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. სხვადასხვა რამეა ხა როგორ ფაქტობრივ რაღაცას მედავები. ხო არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ ამას გაუარესდა პირიქით. შენ რომ ამბობ რომ ეს არის კაპიტულაცია, კაპიტულაცია კი არ არის, ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგას. მერაბ, შენივე ლოგიკას გაყევი. არაფერი არ შეიცვალა კი არა, შეიცვალა, გაუარესდა და ამ გაუარესების პირობებში მეუბნები რომ 20-24 იმედი მქონდა იმის გამო, რომ გაუარესდა სიტუაცია
სიტუაცია ხალხმა ეს დაინახა, მოგების შანსი გაჩნდა, გადატეხვის შანსი გაჩნდა, ამიტომ წავედით ბრძოლაში. მე გეუბნები რომ კი შეიცვალა, გაუარესდა, ახალი არაფერი არ გაუკეთებია. დასავლეთთან ჩაჭრა ურთიერთობა 2020 ახალი არაფერი არ გაუკეთებია, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაუქმდა. ყოველგვარი ელჩი არ გვყავს დღეს ამ ქვეყანაში და დიდხანს კიდე ელჩი არ გვეყოლება. სანქციები მიიღო, ხელისუფლების ყველა მაღალ ჩინოს 2024-მდე იცოდა ამ მომხრეობა. არა, იცოდა არა, არ სწორია. დასავლეთთან დაპირისპირება იყო მომხდარი. არა, ეს იყო და მაინც ვერ მოახერხა. მხოლოდ ნარატიულ დონეზე იყო. ეხლა არის ფაქტი. და შენ თუ ამას არ აღიარებ, რომ არჩევნების შემდეგ დამძიმდა ვითარება, არჩევნების შემდეგ ვითარება დამძიმდა, აღიარებ? მაშინ შენი ველობიტას გაყვევდა, შედი და იბრძოლე რა. როგორ, როცა აზრი არა აქვს ასეთ სიტუაციებში. ხო და ეგ არის არასწორი. რას აქვს აზრი? მოდი მარტო მაგალითებს მე რა რევოლუციას აქვს ხოლმე აზრი? რევოლუციას აქვს ხოლმე აზრი? აზრი აქვს ამ შემთხვევაში პროტესტ. არა, უკაცრავად რა. საპროტესტო პატარა ბავშვები არ ვართ ეხლა. პატარა ბავშვები არ ვართ ეხლა. აქ საუბარი წინააღმდეგობის მოძრაობაზე. პატარა ბავშვები არ ვართ. მე რა და ხელისუფლება სახელმწიფოებში იცვლება ორი გზით. ან არჩევნების, ან რევოლუციის. შენ ამბობ რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. რევოლუციას არის ორი გზა. შენ რევოლუციას აწყობს. წინააღმდეგობის მოძრაობა. მე არაფერს არ ვწყობ ჟურნალისტი. არა, ხო, მაგრამ როგორც მოქალაქე, მეკაბათები, როგორც ჟურნალისტი, საუბარი არის ირაკლი მის შესახებ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც დაიწყო, არ უნდა შესუსტდეს და არჩევნების შესუსტება. არ უნდა შესუსტდეს. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა სუსტდება, ის ხალხი ვინც ქუჩაში დგას. ეგ შენეუბნები ეგრე. შენეუბნები ეგრე. შენეუბნები რომ წინააღმდეგობაში ამას გეუბნება ის ხალხი, ვინც ქუჩაში დგას. მე რა, ჩემოძვირფასო. ეს განხეთქილება შემოიტანეთ. შემოიტანეთ ის, რომ შენ შემოიტანე ეგა როგორც მოქალაქე. შენ შემოიტანე ეგა. არჩევნებში წასვლა კრიზისის ნორმალიზებას არ ხდენს ხელისუფლება. მაინც მუდახტი ხარ თემიდან თემაზე. ევროსაბჭოს რეესა რა ქვია. თემიდან თემაზე ერთ თემას მიყვეთ. ბოლო ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში დაწერია. წერია რომ ლეგიტიმაციის რაღაც ნიშნებს გაუჩენს. იმიტომ რომ ვერ მოგისმენ, იმიტომ რომ შეხე ყოველ წინადადებაში ამბობ უნიშნელოვანი საკითხი შემოგაქ და მე ხტები სადღაც. მოდი რა თითო საკითხად განვიხილოთ. პირველი ხელისუფლებები იცვლება ან არჩევნების გზით, ან რევოლუციით. შენ მეუბნები რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ოპონენტი ხარ, ხო? ჟურნალისტი მოქალაქე. მეუბნები გასო ოპოზიციურ პარტიებმა გვითხრეს. გავიდე, მაგრამ ოპონირებას ხომ მიწევ? ოპონირებას ხომ მიწევ? ოპონენტი ხარ. მეუბნები რომ არჩევნები არ არსებობს, მეკამათები. კი ბატონო, მაგრამ კარგად ოპონირებთ. არჩევნები არსებობს, მაშინ რჩება რევოლუციის გზა. რევოლუციის შესაძლებლობას ამ ქვეყანაში ხედავ. მარტო წინააღმდეგობით და აქციებით. ირაკლი ხე რევოლუციის გზა ნიშნავს რევოლუციის გზას. არა, რევოლუციის გზა. გონიერ მაყურებელს ნაცვლად ესმის ამის. შეხედე ირაკლი, ყველაფერი შეიძლება მივიდეს არჩევნ მაგალითად დადო გეგმაგერ სალომე ზურაბიშვილმა და თქვა რომ ტექნიკური მთავრობა გამოაცხადოთ და ხელისუფლება შეიცვლება. ეს რას ნიშნავს? არა, გამოაცხადო არა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები უნდა ვიყოთ, ვისთან გვაქვს საქმე, ივანიშვილთან. გასაგებია და ამას გეუბნება სწორედ თქვენ ოპონენტები ივანიშვილთან რო გაქვს საქმე და საკრებულოს არჩევნებში რო შედიხართ, წამგებიან სიტუაციაში. არ არის ესა. თბილისის არჩევნებში თუნდაც რომელიც გარანტირებულად იცით რომ წააგებთ, რატო შედიხართ? ამაზე კითხვა არ პასუხი არ არსებობს. თქვენი პარტიის გულწრფელობას ამ ბრძოლაში რომ ბრძოლაში გვინდა შესვლა და რო აიძახი, დავიჯერებდი. რომ შემდგარი ერთობა, რასაც შენ მეუბნები, რომ შენ თვითონ მეუბნები, ერთი წუთი, თუ შეიძლება დავასრულებ. შენ თვითონ მეუბნები, რომ ბრძოლას აზრი ქონდა იმ შემთხვევაში, თუ შედგებოდა 4-ვე პარტიის ერთობა, ერთიან საერთო კანდიდატს დავაყენებდით, დავასრულებთ. არ მithქვამს ეგრე. ეს ამბობ რომ ეხლა დათვლილი გაქვს, რომ 4 პარტია ბრძოლას აზრი ქონდა არა. გამარჯვების თამაში იქნება, გამარჯვებისთვის ბრძოლა იქნება. თუ შეიძლება დავასრულო, გამარჯვებაზე ხა ბაბა ბრძოლა ხა ოლიმპიადა ხო არა რომ მონაწილეობა იყოს თავი. არა, ბრძოლა, მაინც გამარჯვება არის 2016-ში, 17-ში, 20-ში ოპოზიციას ჰქონდა მომგების საქმე, სტატისტიკურად კვლევებით ასე შემდეგ. და არ უნდა გვებრძოლა? ერთხელ მე მაშინ იყო სხვა სიტუაცია ქვეყანაში, ირაკლი, ეხა როგორ ადარებ იმ სიტუაციას, რაც მაშინ იყო. და არ უნდა გვებრძოლა მე მაინც. $1 შეცვლილი. რისთვის იბრძოლა? გაუარესებულია, მეტი საფუძველია რომ იბრძოლა. კი, ივანიშვილის დაზიანებისთვის. თუ შეიძლება. ანუ შეხედე რაზე არის საუბარი. თქვენს გულწრფელობას დავიჯერებდი, რომ თქვენ რო გეთქვათ, რომ თუ ჩვენ 4-ვე წავალთ ერთად, ეს არის გამარჯვების ფორმულა თბილისში, რასაც ამბობთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც ნაწილში შეიძლება უშვებ ამ ალბათობას, რომ შეიძლებოდა მოგება, თუმცა მე არ ჯერა რომ ამას რამე შედეგი მოყვებოდა, რამე განსაკუთრებით რომც მოგება თბილისი, მაგრამ დაუშვათ ეს ასე იყო და ეს რომ არ მოხდა, მე რო გეთქვათ, რომ ჩვენ გვჯეროდა გამარჯვების, თუ 4 ვიქნებოდით. იმიტომ რომ ეს იქნებოდა ნამდვილი ბრძოლა გამარჯვებისთვის, მაგრამ რადგან ეს ვერ შედგა შეთანხმება, ამიტომ ჩვენც ვეღარ ვხედავთ აზრს. იმიტომ რომ გამარჯვება არ მოხდებოდა. მაგრამ თქვენ მეუბნებით, რომ 4 პარტია რო ყოფილიყავით და ერთი კანდიდატი გქონოდა, გავიმარჯვებდით და ამიტომ მივდიოდით არჩევნებში და ეს ერთობა არ შედგა და 2 პარტია მაინც მიდიხართ არჩევნებში და მაშინ რიღასთვის მიდიხართ არჩევნებში. თუ უკვე გამარჯვების შანსი აღარ გაქვთ, მათ შორის თბილისშიც.
რა აზრია? ამიტომ გამოდის რომ თქვენ თავიდანვე არ ფიქრობდით გამარჯვებაზე. არანაირი ნიშნულობა თქვენთვის არ ქონდა. არა, ვარიანტს გამოხობ შეკითხვას. არანაირი შეკითხვას მნიშვნელობა გამარჯვებას არ ქონდა ასე გამოდის. მისვამ, შენ თვითონ პასუხობ, სანამ ჩემ პასუხს ელოდები. არ არის ეგ გადაწყვეტილი კონტრაქტი მონაწილეობა. გავიქე. დასრულდა გიპასუხე. კი ბატონო, ეხა გიცი. შეხე რა პრობლემაა ჩემო მერაბ შეკითხვას მისვამ ამ შეკითხვას თავადვე პასუხობ თან ამყარებ იმ აზრს და მოქალაქეებს ეუბნები რომ ეს არის შეცდომა არც არაფერი არ გამოგივა გამარჯვების თამაშიც და ბრძოლაც არ იქნება თვითონ მეუბნები რომ 4 პარტია მოვიგებდით უკაცრავ macat ორი მოიგებ ეხა პასუხობ ორი მოიგებ პასუხობ ორი მოიგებთ თვითონ პასუხობ და თუ დამამთავრებინებ მიხვდები იმიტომ ჯერ მოგისმინე სვამ შეკითხვას და თავადვე გცემ პასუხს. იმიტომ რომ აჯერებ მოქალაქეებს და მაგიტო გეუბნები რომ შენი დამარცხების თამაში მჯერა იმას რომ არ ჯერა იმას არ ვიტყვი გაც. შენ სანამ გჯერა რაღაცის შეკითხვას თუ სვამ მაპასუხებინე. ხო, მარტივია ესა. შენ იცევ საკუთარ თავს პასუხობ და მოქალაქეებს ტენი იმ აზრს დამარცხების თამაშს ტენი. და ეუბნები რომ შენ არაფერი არ გამოგივა. არა, ამაზე რატო გამომთავრებინე? კითხვაზე გამეცπა. დამამთავრებინე. შეკითხვას როგორ გაგცემ პასუხს, ეგეც ხო ჩემი უფლება, შენი უფლება როგორ დასვამ. დასვამ პასუხობ პლუს ზემოდან და ჩემი უფლება როგორ გიპასუხე. მარტივად სვამ შეკითხვას და თავადვე პასუხობ, ტენი მოქალაქეებს იმას რომ ეს არის დამარცხების თამაში და ამას მარტო შენ კი არა, სხვა პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ადამიანები, შენ როგორც მოქალაქე, ჟურნალისტი ასე შემდეგ, რომ არაფერი არ გამოგივა, ამ ქვეყანაში პროტესტს აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს. პროტესტ პირიქით რას ლაპარაკობ? პირიქით ლაპარაკობ, რომ პროტესტს აქვს აზრი და არა არჩევნებში მონაწილეობა. ესეც პროტესტია, წინააღმდეგობა, რომელშიც საზოგადოება იმყოფება და ის ჩუმი უმრავლესობა, რომელიც ზეწოლის ძალადობის ქვეშაა და რუსთაველზე ვერ გამოდის. რუსთაველზე ხო არ დგას ის საზოგადოების ნაწილი, რომელიც წინააღმდეგობის ფრონტის ძირითადი ხაზია, ხო? ეს არის მილიონი მოქალაქე და რუსთაველზე მილიონი მოქალაქე არასდროს არ მდგარა. შენ ეუბნები რომ მე არ გაძლევ შესაძლებლობას შენი წინააღმდეგობა გამოვხატო. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც რეპრესიის მსხვერპლია, 750.000 სოციალურად დაუცველი რო ყავს ამ ქვეყანაში, იმათ რას ეუბნები? 840.000 პენსიონერი რო ყავს, იმას რას ეუბნები? 9 მილიონი საჯარო მოხელე რო ყავს, იმას რას ეუბნები? არაფერს არ ეუბნები, შენ ეუბნები რომ სახში დაჯექი და ვითომ იბრძოლებ, იმიტომ რომ Facebook-ზე უნდა დაწეროს რაღაცა ისა და თქვას რომ ხო, ამ ქვეყანაში ეს არის რა ქვია, ბრძოლა საჭმელი, ბრძოლის ფორმა რა არის? კონკრეტული კითხვა და სიარული იქეთაკე და არაფერი? თუ 4 პარტიას შენ კაპიტულაციას აცხადებ. მე გეუბნები კაპიტულაციას არ გამოვაცხადებ. მე ვიბრძოლებ ბოლომდე. კონკრეტულ კითხვას ვიპასუხე. თუ 4 პარტიას რაღაც შანსი მაინც ქონდა თბილისის მოგების და ქონდა აზრი მონაწილეობას. მაშინ ვიღაცა ეს ერთობა ვერ შედგა. რაღა აზრი აქვს არჩევნებში წასვლა. ბიზნეს დაზიანება. როგორ დააზიანოთ? ივანიშვილი ორმა პარტიამ. გაყალბების გარეშე მოგიგებთ. კი, გავიგე. გავიგე შენ. როგორ აზიანებ? გავიგე შენი მოსაზრება. ამ ვითარებაში არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მიცეთ კონსოლიდაციის შესაძლებლობა. რატო არის კოჭლი პარლამენტი? კითხულობ. კოჭლი რატოა პარლამენტი? იმიტომ რომ ყველამ ერთად გამოვედით პარლამენტიდან. კი ბატონო. და რატო არის კოჭლი? იმიტომ რომ იმ 150-დან ერთიანი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო, იქნებოდა კოჭლი პარლამენტი. ორი რო შესულიყო, ორი დარჩენილიყო გარეთ. ნაწილობრივ კოჭლი იქნებოდა. ეხლა სულიად კოჭლია. გასაგებია შენი მოსაზრება, ხო ჩემი მოსაზრება. არ არის ობიექტური და ფაქტი. ამ ვითარებაში კოჭლი დავტოვეთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ვიბრძოლოთ, ერთად რო გვებრძოლა, მართლა გამარჯვების თამაშს ვითამაშებდით, იმიტომ რომ 14%-იანი გაყალბებაზე ლაპარაკობ, ის ჩვენი ვარაუდია. შეიძლება მეტიც იყო, ნაკლებიც იყო, მაგას არ იმაშვია. 66-25-ზე თბილისის მოგების სერიოზული შანსი იყო. 66-25%. ამ სხვაობის ამოგდებას დაჭირდებოდა, რომ დავეხურიტეთ საარჩევნო უბნებთან. ამის ამოგდებას. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. გადმოვედით აქა და შეგავართ გადაწყვეტილების წინაშე. შენ მე მთავაზობ, ოპონენტი ხარ, არა პერსონალურად არ ვაბა. ოპონენტი ხარ, მთავაზობ, რომ წავა ბოიკოტში, ვიაროთ უბრალოდ კარდაკარ და ვთქვათ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი უნდა დავასრულოთ. თქო, ვაბა თუ არჩევნები გაუქმდა. არ არსებობს. მე არ ვიტყვი ამას, რომ არჩევნები გაუქმდა. არჩევნები იქნება манипуლირებული, გაყალბებული, ძალადობით, ამ ძალადობის მსხვერპლისევ ჩვენ ვიქნებით, მაგრამ მეორე მხარეს რა იქნება? ამ თქვენს მონაწილეობას დღეს. კი, გაშინებობ, თბილის მაინც მოვიგებდით, მაგრამ დღეს რა იქნება? ჩვენ შეგვიძლია, რომ მართლა დავაკოჭლოთ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება როგორც პარლამენტში მოვიქეცით. როგორ? ძალიან მარტივად. აი შეხვედით არჩევნებში, ხო? თბილის ვეღარ იგებთ. რისი შანსიც ჰქონდათ? კი. პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნები გაყალბების პირობებში მოვიგეთ ვერა.
ხო? ვერა, მე ხო დავაკოჭრეთ, ხო გამოვედით იქიდან. ანუ მე აიტყვით რომ ბოიკოტს ვაცხადებ და საკრებულოში აღარ შევალთ. ყველაფერი შესაძლებელია. კი, ყველაფერი ყველაფერი შესაძლებელია. თბილისში რა ხდება დღეს იცი საერთოდ საკრებულოში? კვორუმის შეკვრის პრობლემა რო აქვს, იცი? ყოველდღიურად. აღარ ექნება ეგ პრობლემა. ორი პარტია რო შეხვართ, მაგრამ არა, ტყუილია ეგა. იმიტომ აქვს თან მაჟორიტარები დაამატა, ყველა მაჟორიტარს მოიგებს. 25 კაცი გარანტირებული ყავს. კომპეტენტურია პირდაპირ გეუბნები. როგორ არის კაცო, მაჟორიტარები ხო დაამატა. გეტყვი. მაჟორიტარებს მოგიგებთ 25-ვე. გეტყვი. დღეს იმიტომ აქვს ქართულ ოცნებას საკრებულოებში კვორუმის შეკვრის პრობლემები, რომ იქ არის ოპოზიცია არ უცხადებს, არ ეთანამშრომლება ქართულ ოცნებას. მათ შორის ჩვენ ვართ საკრებულოში და არ ვეთანამშრომლებთ. ამიტომ აქვს ეს პრობლემები კვორუმის შეკვრის და ასე შემდეგ. თუ ჩვენ გვერდით გავიწევთ, ხო, მას კვორუმის შეკვრის პრობლემა არ ექნება 50-დან 50-ვე თვითონ იქნებიან. და ჩვენ ვამბობთ, რომ სადაც კი შესაძლებლობა არსებობს, ივანიშვილს უნდა დაუდო ფეხი. ბოლო კითხვა მაქვს და საი მარტივად რო აგიხსენ. მე ხომ მოგიყვანე ბათუმის მაგალითი, რაზე არის წამსვლელი ეს ხელისუფლება. ზუგდიდში მაგალითი. ოღონდ, მერაბ, ზუგდიდში რა მაქვს რა, თხოვნა მაქვს ერთ დეტალს ვიტყვი და ძალიან ყურადღებით მოგისმენ. ჩემი მაგალითი რო ავიღოთ და ჩემი კოლეგების მეგობრები 5 წელიწადში სამ მანდატზე მაქვს უარი ნათქვამი. 2 პარლამენტი და 1 ბათუმის საკრებულო. ბათუმის საკრებულოზე როცა მელაპარაკები, რა წნეხიც გადავიტანეთ ჩვენ. მაშინ იქ მყოფმა ადამიანებმა მე ვიცი საკუთარ ტყავზე გადავიტანე. შენ იცი გაგონილი და მოსმენილი. საკუთარ ტყავზე გადავიტანე და პირველივე სხდომაზე დავხიე მანდატი, შევაყარე ქართულ ოცნებას და გამოვედი. ამიტომ ამ ვითარებაში საუბარი იმაზე რომ სწორია თქო, თანამშრომლობა კი არ არის სწორია, სწორი. ეს არის ბრძოლის შესაძლებლობა. იქნებოდა თეორიულად 4 პარტია რო შესულიყავდა. ეხლა რა ბრძოლა 2 რო შედგა. უკეთესი ბრძოლა ხდებოდა. ხვალ რომ მოიწევს. უთხარი რომ რატო არ შეხვედი ეს შანსი, რატო გავუშვი? კაპიტულაციაზე რატო სახვედი? შეხედე რაზე არის საუბარი. ზუგდიდში რა მოხდა? ბათუმი ხომ მოყევი. ზუგდიდში გახსოვს 21-ში რა მოხდა? იქაც მოგებული ქონდა საკრებულო ოპოზიციას და ქართულმა ოცნებამ ადგა და ის მარტო კი არ გაყალბების რაღაც მეთოდების ზეწოლის და შინაგან პირებას გადააყოლა ოპოზიციურმა პარტიამ, ხო იცი? რა გააკეთა, იცი, რამდენიმე უბანზე, სადაც იცოდა რომ ოპოზიციას ქონდა გაასაჩივრა და მისმა CSK-მ გააუქმა ის უბნები, სადაც ოპოზიციას ქონდა მოგებული და იქ რო წინასწარმეტყველო დადო, შედეგი მომავალში რისი შესაძლებლობა შედეგი. მომავალში რისი შესაძლებლობა გახდა ესე? ანუ უამრავი ხერხია გამას გიხსნა. გეთანხმები. რისი შესაძლებლობა გახდა მომავალში ეს ამბავი, ესეთი ძალადობრივი ამბავი. დელეგიტიმაციის, სანქციების, საერთაშორისო ყველაფერი რა. არა, კიდევ დამდგარი ფაქტია. აღარ კიდევ მეტია საჭირო. მნიშვნელოვანი კითხვა და გავჩერდეთ სანქციებზე აღარ ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანი კითხვა მინდა და არაღიარებაზე აღარ რატო არა კადრი ფაქტობრივად ასეთ სიტუაციაში არჩევნებს ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი მინდა მოგიყვანო და ამით ვასრულებთ. წალენჯი ხარ. კი ბატონო. სადაც თქვენ ხართ ხელისუფლებაში. კი. ოპოზიცია. კოალიციურად. 2021 წელს წალენჯიხაში არჩევნები მოიგო ოპოზიციამ, ერთ-ერთი ის იყო რაიონი, სადაც მერი იყო ნაცების, მერის მოადგილე იყო ლელო. მამუკა ხაზარაძე თავმჯდომარე იყო გახარია. მამუკა ხაზარაძე ფაქტობრივად აიღო ზრუნველობა ამ რაიონზე, დახარჯა პირადი ფული უამრავი. კი. გააკეთა იქ საფეხბურთო სკოლა, თეატრი, არ ვიცი, შენ შეგიძლია გააგრძელო რა თეატრი, IT სკოლა, ბიბლიოთეკები. ადამიანი გადაყვა ფაქტობრივად წალენჯიხას, გადაყვა და ამ არჩევნებზე წალენჯიხაში ლელო გავიდა ბოლო ადგილს. არა, ბოლოზე არ გავსულა. ბოლო ადგილზე გახვედით. არა. ბოლო ადგილზე გახვედით ბარიერ გადალახულ პარტიებს გულის. არა. ნახე, არ არის ეგრე, არ მახსოვს. წალენჯიხა, სადაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში. ამ არჩევნებზე როცა ივანიშვილმა მოინდომა, ის რაიონიც კი სადაც ოპოზიცია მართავდა, მოიგო 48-7-ზე. 48% აიღო ოცნებამ ერთმა პარტიამ. მე ზუსტად მახსოვს და რატო შეგიძლია მენდო. 48% აიღო ქართულ ოცნებამ და 47 აიღეთ თქვენ 4-მა პარტიამ. დანარჩენი გადაუღახავმა, რაც არ ითვლება, ხო, ეხლა იმიტომ რომ მანდატები ნაწილდება. ანუ ის რაიონიც კი წააგეთ, სადაც ხელისუფლებაში იყავით, როცა ხელისუფლებამ აამუშავა თავისი მანქანა. კი. ამ დაუშვათ თუ სიმართლეა, იმიტომ რომ არ ვიცი და მაგითო 48, 47 და ლელო გავიდა ბოლა გახარიამაც კი გაჯობათ, რომელსაც კაპიკი ფული არ დაუხარჯავს. თქვენზე მეტი რა დახარჯა? ნუ არა აქ ფული იმ კაცე ხა თქვენ რა იცი შენ რამდენია გახარია? წალენჯიხაში რამე გააკეთა გახარია? არა გავიგე, მაგრამ ეხლა და მამუკამ გააკეთა, გადაყვა და ბოლო ადგილზე გახვედი. ცდები საერთოდ ხელმოქმედების აღქმაში. არა, ხელმოქმედების აღქმაში ცდები საერთოდ რომ შენ რა გონია რომ ხელმოქმედებას იმიტომ აკეთებდა ვინმე რომ იქ მოყვანილი არ უნდა დაინახათ ეს? არ ვიცი, დაინახეს თუ არა არ უნდა დაინახათ წალენჯიხელებს? დაინახეს თუ არა, ეგ მათი ეგ წალენჯიხელებს კითხე, მაგრამ შენ თუ გონია რომ იქ მოსულ ადამიანებს ჩვენ აღვრიცხავდით და მე ხმის მიცემას ხდით, ეგ
იმას არ მგონია, მაგრამ წალენჯიხელებს ხომ უნდა დაენახათ, რომ კაცი გადაყოლილია. ეგ წალენჯიხელებს კითხე. ხო და ეგ რატო არ დაინახეს ან ვერ დაინახეს წალენჯიხელებს კითხე. სინამდვილეში არჩევნებს აზრი არ აქვს. ეს ამას ნიშნავს. კარგი, იმას კი არ ნიშნავს, მეგობრებო. რომ წალენჯიხელები არიან უმადურები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებაში ფაქტობრივად რომ გადაყვე რაიონს, იქაც კი ვერ იგებ და ბოლო ადგილზე გადეხარ, იმიტომ რომ გავიგე. არჩევნებს ამ რუსთავში რატომ ვითარებაში მოვიგეთ? აზრი არ აქვს. რუსთავში რატომ მოვიგეთ? 17%-ით რატომ მოვიგეთ რუსთავში? რომელ წელს მეუბნები შენ? 2024 წელს. ხო, მე თბილისშიც მოიგეთ ასე. და? მაგრამ ახლა ვეღარ მოიგებთ, ამას გეუბნებით. მე მომყავს აგერ კონკრეტული მაგალითები. თბილისის მაგალითი, რუსთავის მაგალითი, ზუგდიდის მაგალითი, ქუთაისის მაგალითი, სადაც ოპოზიციამ 2024 წელს გაყალბების პირობებშიც კი მიიღო მაღალი შედეგი და მოიგო არჩევნები. ამ პირობებში ჩემი ბოლო გზავნილი იქნება, რომ ადამიანებს, რომელსაც არ გჯერათ ბრძოლის სხვას ნუეუბნები. სხვანაირი ბრძოლის ბრძოლა. გავიგე, მაგრამ ეს სხვანაირი ბრძოლები შეიძლება ერთმანეთთან კავშირში იყოს. ნუ აპირისპირებთ ერთმანეთთან ქუჩას და ამ ტიპის ბრძოლას. ნუ აპირისპირებთ საგარეო ბრძოლას და თუნდაც ამ ტიპის საარჩევნო ბრძოლას. ნუ თესავთ უიმედობას მოქალაქე პირიქით, უნდა უთხრათ, რომ გაუარეს და ვითარება უფრო მეტი ბრძოლა. ბოლო ფრაზას ვიტყვი და მოვჩებ. მედიას რაც ახლა ჭირს, როგორც მედიას ებრძვიან, კრიტიკულ მედიას და ობიექტურ მედიას ებრძვიან, არავის, არც ერთ ჟურნალისტს არ გითქვამთ, რომ ებრძვიან და აი წავედით, ეხა აქ აღარ შეიძლება ხელისუფლების თამაშზე წაყოლა. დღეს ჩვენ რამე შეფასება რო გააკეთო, რუსული რეჟიმი დაუძახო რა რაღაცა, ხვალ მარეგულირებელი გიჩივლებს. რას აკეთებ? დანებდი სახში წახვედი? სახში წახვედი? არა. მეორე, პროტესტი რო გართულდა ამ ქვეყანაში, ეგრე რამე გართულდა? არა, მაგრამ ვინმე ვთქვით, რომ არა პროტესტ აზრი აღარ აქ გავიბუტეთ, აღარ ვიბრძვით, არა. საარჩევნო განმე გაუარეს და ძალიან გაუარეს და დამძიმდა, მაგრამ ვინმე უნდა თქვას, რომ არა არ ვიბრძოლებ. არა კი არა, ყველგან აქ და პლუს საგარეო ველზე. სადაც არის შესაძლებლობა, რომ ივანიშვილს მოვატეხოთ ერთი კიდური მაინც თავის პოლიტიკურ სტრუქტურას, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა იბრძოლო. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გული გვერდჩის და ვიბრძოლებთ. ვინც მზად არის ამ ბრძოლისთვის, მოდით და ერთად ვიბრძოლოთ. არჩევნების მერე ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ არჩევნებში. მადლობა ინტერვიუ. მადლობა.